3 მაისს ბოლნისში ქართულ-გერმანული ღვინის სახლში ბოლნისის ღვინის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის წიგნი, რომელიც ადგილობრივი მევენახე მეღვინეების მარნებისა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას ეწევა. წიგნში ბოლნისი თავის უნიკალურ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებთან ერთად წარმოჩენილია როგორც ოქროსფერი ღვინისა და გასტრონომიის ქალაქი. ჩვენი ჟურნალისტი ნათია დავითაშვილი იმყოფებოდა პრეზენტაციაზე და ვნახოთ მისი რეპორტაჟი. ბოლნისის ღვინის გზამკვლევი. ეს არის წიგნი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ბოლნისის მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია, რთველისა და ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგიები რეგიონში. მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისის ინიციატივითა და კომპანია RMG-ს მხარდაჭერით გამოცემაზე მუშაობა 1 წლის წინ დაიწყო და 3 მაისს წიგნის პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. 8 წლიანი შრომის შედეგად დაიბადა ბოლნისის ღვინის გზამკვლევი, რომელიც ჩვენი ბოლნისელი მეღვინეებისთვის და ღვინის საზოგადოებისთვის საერთოდ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აქ ასახულია ენთუზიასტი მეღვინეების შრომა, საფუძველი ჩაეყარა სტიმულს, რომელსაც მიიღებს სხვა მეღვინეები, რომლებიც ჯერ კიდე არ გამოსულან ასპარეზზე, ეს ეხება მცირე საოჯახო მეღვინეობებს, რომელიც დიდ ასპარეზზე უნდა გამოვიყვანოთ ამ წიგნის, ამ გზამკვლევის მეშვეობით. გამოცემა, რომელზეც 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, კომპანია RMG-ს დიდი მხარდაჭერით განხორციელდა. RMG 2018 წლიდან აქტიურად უდგას სათავეში ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. აღნიშნული გზამკვლევი არ არის მხოლოდ საინფორმაციო ბროშურა, ის აერთიანებს ბოლნისური ღვინის კულტურას, ტრადიციებს, გემოს და რა თქმა უნდა მომავლის იმედს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელებთ, რომლის შედეგებმაც გადაგვიყვანა საერთოდ სხვა ეტაპზე და ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვს ბოლნისური ღვინოებს და ბოლნისში ღვინის ტურიზმის განვითარებას. ღვინის გზამკვლევის პრეზენტაცია ბოლნისში ნამდვილ კულტურულ დღესასწაულად იქცა. ერთი შეხედვითაც აშკარა იყო, რომ ღონისძიების მთავარი თემა ქართული ღვინის კულტურისა და მისი 8000-ლოვანი მემკვიდრეობისადმი პატივისცემას ეძღვნებოდა. დეკორაციები, მუსიკა, ჩაცმულობა, თითოეული დეტალი ქმნიდა ქართული ღვინის ისტორიით შთაგონებულ განწყობასა და გარემოს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მეღვინეები, ღვინის სფეროს წარმომადგენლები, სომელიები, ენთუზიასტები და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ბოლნისი იქცა რეგიონში ღვინის ტურიზმის ცენტრად და არა მარტო ღვინის ტურიზმის, ჩვენი ღვინოები უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება. ეს არის დიდი შრომის შედეგი. ბოლნისის ღვინის გზამკვლევი ეს არის საგამომცემლო პროექტი, რომელიც ბოლნის ქართულ მეღვინეობაში დამკვიდრებული გამორჩეული სტატუსით წარმოაჩენს. გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოლნისის როგორც დაცული ადგილწარმოშობის დასახელების მქონე რეგიონის მნიშვნელობასა და ღვინის კულტურულ ისტორიულ მემკვიდრეობას. გზამკვლევში წარმოდგენილია ბოლნისის ღვინის რუკა, რომელზეც დეტალურადაა მონიშნული 32 ადგილობრივი მარანი. გამოცემა არა მხოლოდ მეღვინეობით, არამედ ბოლნისის უნიკალური კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებითაც აჩვენებს ქალაქს, როგორც ოქროსფერი ღვინისა და გამორჩეული გასტრონომიის კერას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოვეცით გამოცემა, რომელიც არის მიძღვნილი ერთი კონკრეტული მხარისთვის. მიზანი ამ გამოცემის არის ყველაზე მთავარი ის, რომ მეტი ადამიანი, მათ შორის უცხოელები, ღვინის პროფესიონალები, მოყვარულები, ასევე ადამიანები, რომლებსაც არ უნახავთ ჯერ ბოლნისი, ეს ძალიან საინტერესო პატარა მარგალიტი, ჩამოვიდნენ აქ, რადგან მათ ნამდვილად ძალიან ბევრი აღმოჩენა ელით. ბოლნისის მეღვინეობა მევენახეობის ისტორია ქართული 8000-ლოვანი ისტორიის ნაწილია. ღვინის გზამკვლევი სწორედ ამ უდიდესი ისტორიის მქონე რეგიონის მეღვინეებზე და ადგილობრივი ღვინის უნიკალურობაზე მოგვითხრობს. კითხვის შესაძლებლობა აქვს კიდევ ერთხელ გაიცნოს ადამიანები, რომლებიც საკუთარ რეგიონში განსხვავებული ტექნოლოგიებით ქმნიან ქართული ღვინის გემოს, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.